გამარჯობა. ვაგრძელებ ჩემი ესეთი განსაკუთრებული კოლექციის შეგროვებას. სანამ თვითონ კოლექციაზე გადავალ, ვიტყვი რომ მსგავსი იდიოტური კანონი არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს, მე მსგავსი იდიოტური კანონი ესე იდიოტურად არავის არ აუხსნია და არ გაუგია და შემდეგ ქუჩაში ესე იდიოტურად არავის არ აღუსრულებია ესეთი კანონები. მაგრამ ჩვენთან რაღაცა მიზეზების გამო მოხდა ისე რომ მოვედით ალბათ სკერამდე მეტი იმის იქით რომ აღარ არის აღარაფერი და დარწმუნებული ვარ დროებითი არის ეს ყველაფერი და ვცდილობ გამოვიყენო მაქსიმალურად ეს დრო და რაღაცა უნიკალური კოლექცია შევაგროვო, რასაც მე თქვათ ვიცინებთ ხოლმე, ვიმსჯელებთ, როგორ შეიძლება დეგრადირდეს კანონი, მე კანონის აღსრულება და რა შედეგამდე შეიძლება მიიყვანოს თქვათ უგულმართობა ადამიანი და ზოგადად რაღაცა საზოგადოების რაღაცა ნაწილი. კეთილი, ხო და რა ხდება ახლა ამ ვიდეოში? მოკლედ, სანამ ახალ წევრზე გადავალ კოლექციის, გეტყვით რომ ის არის ის თქვათ ეს პომიდორის დანა, ეს ცივი არაღი არის. კარაქის დანა, ესეც ცივი არაღი არის. აი ესეთი კუნეტარა ცივი არაღი არის. დასკვნები მაქვს ოფიციალურად სახელმწიფოსგან აღებული, ფული მაქვს გადახდილი და ცივი არაღი არის. ზოგზე უკვე დაჯარიმებული არის ადამიანი, მაგალითად ადამიანი ზუსტად ამ მოდელზე დაჯარიმებული არის. სხვადასხვა ძალიან ბევრ მსგავს ნივთებზე დაჯარიმებულები არიან. ესეც ცივი არაღი არის, ამაზე სამხარაულოც დაწერა რომ ცივია და შესაძლოა დაწერა რომ ცივია და მოკლედ ეგეთი ამბავი არის. ღვინის გასახსნელი არის ცივი არაღი, მეგობრებო, რო იცოდეთ, იმიტომ რომ თქვათ პატარა რაღაცა დანა აქვს. საბურავის გასახვრეტი რო დაგეშვათ თქვათ მოპედზე ან მანქანაზე, ეგეც ცივი არაღი არის. კიდე ერთ ვიტყვი რომ ყველა არის ჩემი აზრით ყველა ფსიქოლოგიური დახმარება ჭირდება და საშიშია საზოგადოებისთვის ეგ კატეგორია ვინც იძახის რომ ნივთს რო შეხედავს ამით ხო კაც მოკლავ. ეხლა პარაკორდს უკეთებთ წეღან დანაზე და რა ვიცი ამითიც მოკლავ. კაც ბევრი მინახავს კინოებში რომ ამითი აღჭობენ ხოლმე ადამიანებს ხო და ყველა ვისაც ეგეთი აზრი მოსდის რომ აი ამითი ხო კაც მოკლავ, ჩემი აზრით გადახრავს ფსიქოლოგიური, იმიტომ რომ ყველაფრით მოკლავ კაც და სინამდვილეში ადამიანი არის იარაღი. ხო და მივედით მაგამდე მაგ ლოგიკის გამო, მაგ ავადმყოფობის გამო, გადახრების გამო მივედით იქამდე რომ აი ჩვენ საზოგადოებაში ესენი არის დასჯადი. და ციხეში ზის ადამიანები რო იცოდეთ აი ამ ნივთზე ადამიანი დღეს ციხეში ზის და სამწუხაროდ ვერ ვეხმარებით, იმიტომ რომ აპელაციაც წააგო, უბრალოდ დაიწერა რომ ეს ცივი არაღი არის და მოხდა ციხეში სისხლის სამართალი არის განმეორებიძე და პირობიძე. კაი, აღარ გავაგრძელოთ მაგითი და მოკლედ ახალი წევრი მინდა გაგაცნოთ კოლექციის. ამას ხვალ წავიღებ მე ახლა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში. დავნიშნავ ექსპერტიზას და იმედი მაქვს რომ ძალიან რომ რაღაცას თქვენ ნახევარში ამ კოლექციას შემოვამატებ. სხვა შემთხვევაში თავის წინააღმდეგ წავლენ, რაც ასევე ძალიან კარგი იქნება ჩვენთვის, რომ გამოვავლინოთ ისევ რომ საპირისპიროებს წერენ თავიანთივე დასკვნების. რატომ არის ცივი არაღი და ესეთი რაღაცა ნუნების მოსაჭრელი პატარა დანა აქვს. ხო და რო იცოდეთ, აი ამასაც წეღან კუნეტარა რო განახეთ, აი ეს კუნეტარა და 1000 რაღაცა მაკრატელი და რაღაცეები რო აქვს. ესეც ცივი არაღი არის, იმიტომ რომ ამასაც პატარა ნუნების მოსაჭრელი პატარა დანა აქვს. შესაბამისად, ყველანაირი ლოგიკით ესეც ცივი არაღი არის, მაგრამ მაინც ოფიციალურად მინდა რომ დასკვნა ავიღო და კოლექციაში დავდო ესეთი კუსაჩკა. მოგეხსენებათ კუსაჩკებით, რა ვიცი, ვიყენებთ ხანდახან ფრჩხილებს ვიჭრით ხოლმე რა. კაი, მადლობა ყურადღებისათვის, მეგობრებო. თქვენც რაიმე ესეთი ორიგინალურ და საინტერესო ნივთს თუ რაღაცას გამიზიარებთ, ჩემი აზრით ისეთი დრო არის რა, რომ არ მგონია მსოფლიოში სადმე არსებობდეს ისეთი საზოგადოება, რომ მსგავს ნივთებზე ხალხს აჯარიმებდნენ და ციხეში სვავდნენ რა და გამოვიყენოთ დრო და ესეთი სასაცილო კოლექცია შევკრათ. მადლობა.